ქცევის ანალიზში ფაქტობრივად ყველაფერი მონაცემებზე დგას, მაგრამ რა მოხდება, თუ ეს მონაცემები თავიდანვე არასწორად შევაგროვეთ? მაშინ ჩვენი ყველა შემდგომი დასკვნა და გადაწყვეტილება არასწორი იქნება. ამიტომ ზუსტი გაზომვა არამხოლოდ მნიშვნელოვანი, კრიტიკულად აუცილებელიც არის. დღეს დეტალურად განვიხილავთ ქცევის გაზომვის სხვადასხვა მეთოდებს. ვთქვათ, გადავწყვეტეთ, რომ ყოველდღე ვივარჯიშოთ. როგორ გავიგოთ, რომ პროგრესი გვაქვს? ვითვლით დღეებს, იქნებ ვარჯიშის ხანგრძლივობასაც ვზომავთ. პრინციპი ასეთია, იმისთვის, რომ რამე შევცვალოთ, ჯერ ის ზუსტად უნდა გავზომოთ. ქცევის გაზომვის ოქროს სტანდარტი ეს არის უწყვეტი გაზომვა. სახელიც ზუსტად ამას გვეუბნება. მიზანია არც ერთი დეტალი არ გამოგრჩეს. უწყვეტი გაზომვის დროს დამკვირვებელი იწერს სამიზნე ქცევის ყველა გამოვლინებას. მაგალითად, ბავშვს ვაკვირდებით კლასში და ვითვლით რამდენჯერ იწევს ხელს. უწყვეტი გაზომვისას მთელი გაკვეთილის მანძილზე არც ერთი ხელის აწევა არ უნდა გამოგრჩეს. საბოლოოდ ჩვენ ვიღებთ ქცევის სრულ გაუფილტრავ სურათს. არსებობს ქცევის რამდენიმე ძირითადი განზომილება, რომლის აღრიცხვაც შეგვიძლია. ესენია სიხშირე და რაოდენობა, რომელიც მოვლენის ჩაწერას გულისხმობს. ასევე გვაქვს ლატენტობა, ხანგრძლივობა და რეაქციებს შორის დრო, რომელიც დროის დათვლას გულისხმობს. მოდი განვიხილოთ თითოეული მათგანი. რაოდენობა ეს არის გამოვლენილი რეაქციების დათვლა დროის მონაკვეთის განსაზღვრის გარეშე. მაგალითად, ანამ ერთხელ დაიბანა ხელები. სიხშირე მარტივად რომ ვთქვათ არის რაოდენობა, ვითვლით რამდენჯერ გამოვლინდა ქცევა გარკვეულ დროში. მაგალითად, რამდენჯერ შეხედეთ თქვენ ტელეფონს ბოლო 1 საათის განმავლობაში. პასუხი ამ კითხვაზე არის ქცევის სიხშირე. შემდეგი გაზომვის მეთოდი არის ხანგრძლივობა. აქ კითხვა იცვლება, ჩვენ აღარ გვაინტერესებს რამდენჯერ, არამედ გვაინტერესებს რამდენ ხანს. მაგალითად, ვარჯიში გრძელდებოდა 45 წუთის განმავლობაში. სწორედ ეს 45 წუთია ხანგრძლივობა. შემდეგი არის ლატენტობა. ლატენტობა არის დრო, სტიმულსა და რეაქციას შორის. წარმოიდგინეთ, რომ ტელეფონმა დარეკა. იმ მომენტიდან, როცა ზარი შემოვიდა, იმ მომენტამდე, როდესაც თქვენ უპასუხეთ, გასული დრო არის ლატენტობა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაზომვის მეთოდი არის რეაქციებს შორის დრო. ეს არის პაუზა ქცევის მინიმუმ 2 ერთნაირ გამოვლინებას შორის. ანუ რა დროს გადის ქცევის ერთი გამოვლინებასა და შემდეგ იგივე ქცევის გამოვლინებას შორის. მაგალითად, გააგზავნეთ ერთი მესიჯი, შემდეგ მეორე. ამ ორ მესიჯს შორის გასული დრო არის რეაქციებს შორის დრო. მოკლედ რომ შევაჯამოთ, უწყვეტი გაზომვა გვაძლევს ქცევის სრულ და დეტალურ სურათს. ეს ოქროს სტანდარტია, მაგრამ ყოველთვის ასე მარტივად არ არის საქმე. რეალურ ცხოვრებაში იდეალური პირობები იშვიათია. ქცევა ხომ უწყვეტი პროცესია, მუდმივად მიმდინარეობს. ჩვენი შესაძლებლობები კი შეზღუდულია. როგორ ვაქციოთ ეს დინამიური, ცოცხალი პროცესი სანდო გაზომვად მონაცემებად? სწორედ აქ გვჭირდება მეორე მეთოდი, ეს არის წყვეტილი გაზომვა. დავფიქრდეთ, მასწავლებელი, რომელსაც კლასში 30 ბავშვი უზის, როგორ უნდა დააკვირდეს ერთ-ერთ მოსწავლეს უწყვეტად. ეს ფიზიკურად შეუძლებელია. ან ქცევის თერაპევტი, რომელსაც ერთდროულად რამდენიმე ადამიანთან უწევს მუშაობა. სწორედ ამიტომ გვჭირდება პრაქტიკული ალტერნატივა. ეს ის გამოწვევა, რასაც მასწავლებლები, თერაპევტები და მკვლევარები აწყდებიან. როგორ მივიღოთ ზუსტი მონაცემები, როდესაც ჩვენი რესურსები შეზღუდულია. და რა არის წყვეტილი გაზომვა? ეს არის ქცევის ნიმუშების აღება. იმის ნაცვლად, რომ ყველაფერი ჩავიწეროთ, დაკვირვების დროს პატარა მონაკვეთებად, ანუ ინტერვალებად ვყოფთ. შემდეგ კი ვინიშნავთ, გამოვლინდა თუ არა ქცევა ამ კონკრეტულ ინტერვალში. ეს ბევრად მარტივი და ეფექტურია, როდესაც დრო და რესურსი შეზღუდულია. ქცევის წყვეტილი გაზომვის მეთოდების დროს ვიღებთ დაკვირვების მთლიან დროს, მაგალითად 10 წუთს და ვყოფთ პატარ-პატარა თანაბარ მონაკვეთებად, ანუ ინტერვალებად, ვთქვათ 10 წამიან ინტერვალებად. სრული ინტერვალის დროს, იმისთვის რომ ქცევა ჩაიწეროს როგორც დაფიქსირებული, ის უნდა გრძელდებოდეს ინტერვალის პირველი წამიდან ბოლო წამამდე, შეუჩერებლად.
თუნდაც ერთი წამითაც თუ შეწყდა სამიზნე ქცევის გამოვლენა, მაშინ იმ ინტერვალში ქცევა არ დაფიქსირდება. პრაქტიკაში ასე მუშაობს. თქვენ ვრთავთ ტაიმერს, რომელიც ყოველ 10 წამში გაძლევთ ნიშანს და თქვენ პლუს ნიშანს სვამთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე დავალებაზე მუშაობდა ამ 10 წამის განმავლობაში შეწყვეტის გარეშე. თუ ერთი წამითაც მოადუნა ყურადღება, ამ ინტერვალში მინუს ნიშანს წერთ. არასრული ინტერვალის მეთოდი კი პირიქით არის. აქ მთავარია, რომ ქცევა თუნდაც ერთი წამითაც გამოვლინდეს ინტერვალის შიგნით. არ არის აუცილებელი მთელი დრო გრძელდებოდეს. თუ გამოვლინდა ქცევა, ამ ინტერვალში წერთ პლუს ნიშანს. ამ სლაიდზე ჩანს ამ ორი მეთოდის სტრატეგიული განსხვავება. სრული ინტერვალის მეთოდი მკაცრი შეფასების მეთოდია და ხშირად ქცევის არასაკმარის შეფასებას გვაძლევს, ამიტომ ვიყენებთ მაშინ, როდესაც ქცევის გაზრდა გვინდა. არასრული ინტერვალი კი პირიქით მიდრეკილია ქცევის გადაჭარბებით შეფასებისკენ, რადგან წამიერ გამოვლინებასაც კი სრულ ინტერვალად თვლის. ამიტომ ის შესაფერისია ისეთი ქცევების დროს, რომელიც ხშირად ვლინდება და ჩვენ მათი შემცირება გვინდა. ახლა კი გადავიდეთ დროის მომენტალური ნიმუშით გაზომვაზე, როდესაც რეაქციის ჩაწერა ხდება თითოეული ინტერვალის ბოლოს. წარმოიდგინეთ, რომ ტაიმერი გაქვთ დაყენებული ყოველ 2 წუთში ერთხელ. თქვენ მოსწავლეს უყურებთ მაშინ, როდესაც ტაიმერი დარეკავს. გაინტერესებთ, რას აკეთებს ის ზუსტად იმ მომენტში, რა ხდებოდა ერთი წამის წინ ან რა მოხდება შემდეგ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. აქტივობათა დაგეგმილი შემოწმება პლაჩეკი იგივე მეთოდია, მაგრამ ჯგუფებთან მუშაობის დროს ვიყენებთ. რეაქციის ჩაწერა და ჯგუფზე დაკვირვება ხორციელდება თითოეული ინტერვალის ბოლოს, ადამიანთა რაოდენობის დასათვლელად. მაგალითად, მასწავლებელს შეუძლია ყოველ 10 წუთში ერთხელ უბრალოდ გადათვალოს კლასიდან რამდენი მოსწავლე მუშაობს დავალებაზე. ეს მეთოდი ჯგუფის საერთო ჩართულობის ეფექტურ და სწრაფ სურათს გვაძლევს, ისე რომ თითოეულ ადამიანზე უწყვეტი დაკვირვება არ გვიწევს. წყვეტილი გაზომვის მეთოდებიდან როგორ გადავწყვიტოთ, რომელი გამოვიყენოთ? ამ ცხრილზე მოკლედ არის შეჯამებული თითოეული მეთოდი, მისი შესაძლო მიკერძოება და თუ რა ტიპის ქცევისთვის არის საუკეთესო. შეგიძლიათ ეს ცხრილი გამოიყენოთ როგორც სწრაფი გზამკვლევი, როდესაც სწორი ინსტრუმენტის არჩევა დაგჭირდებათ. მაგრამ წყვეტილ გაზომვას თავისი ნაკლი აქვს და ეს გაზომვის არტეფაქტია, რომელმაც ჩვენი მონაცემები და დასკვნები შეიძლება თავდაყირად ააღენოს. რა არის არტეფაქტი? როდესაც ჩვენი მონაცემები არა რეალობის ანარეკლი, არამედ ჩვენ მიერ არჩეული გაზომვის მეთოდის შექმნილი ილუზიაა. მარტივად რომ ვთქვათ, მონაცემები გვატყუებს. არა იმიტომ, რომ ვინმემ შეცდომა დაუშვა, არამედ იმიტომ, რომ თავიდანვე არასწორი სისტემა ავარჩია. მაგალითად, მოსწავლეს 5 წუთის განმავლობაში ვაკვირდებით, რომელიც დავყავით 1 წუთიან ინტერვალებად, ანუ 5 ინტერვალი გამოვიდა. ამ თითო წუთიან ინტერვალებში მას მხოლოდ 10 წამის განმავლობაში ეფანტება ყურადღება და დანარჩენი 50 წამი ყურადღებით ასრულებს დავალებას. რეალურად ის დროის 80%-ზე მეც ყურადღებით მუშაობს. წარმოიდგინეთ, რომ ვიყენებთ არასრული ინტერვალის გაზომვის მეთოდს და ინტერვალს პლუს ნიშნით აღვნიშნავთ, თუ სამიზნე ქცევა ყურადღების გაფანტვა თუნდაც ერთი წამით მაინც გამოვლინდა. რა შედეგს მივიღებთ? მონაცემები გვაჩვენებს, რომ მოსწავლე 100%-ით უყურადღებოდ იყო. რატომ? რადგან ეს სისტემა არ ზომავდა, რამდენი ხნის განმავლობაში იყო უყურადღებოდ მოსწავლე. ჩვენ კი ვიცით, რომ ეს მხოლოდ 10 წამი გრძელდებოდა, მაგრამ არასწორად არჩეულმა შეფასების მეთოდმა ის გადაჭარბებით შეაფასა და სრული 1 წუთი მოინიშნა სამიზნე ქცევის გამოვლენად. ამ მაგალითით ცხადია, რომ შეფასების მეთოდი სამიზნე ქცევისთვის რელევანტური უნდა იყოს. რომ შევაჯამოთ, გვაქვს უწყვეტი გაზომვა, რომელიც ძალიან ზუსტ რეალურ სურათს გვაძლევს, მაგრამ ძალიან დიდი რესურსი სჭირდება, დრო და ენერგია. მეორე მხარეს გვაქვს წყვეტილი გაზომვა, ბევრად მარტივი და პრაქტიკული, მაგრამ სერიოზული რისკია, რომ მონაცემები დამახინჯდეს და შეცდომაში შეგვიყვანოს. არჩევანი დამოკიდებულია სიტუაციაზე, რა არის ჩვენი მიზანი და რა რესურსები გვაქვს.